სტუდენტების პროტესტი სოლიდარობის ნიშნად ამ წუთებში იკრიბებიან სამედიცინო უნივერსიტეტთან ახალგაზრდები. ისინი უერთდებიან გაფიცვას და ცოტა ხანში მსვლელობით დაიძრებიან ილიას უნივერსიტეტისკენ. ამით გამოხატავენ სოლიდარობას დაკავებული სტუდენტების მიმართ, რომლებიც პატიმრობაში გაუშვეს ოცნების დეპუტატის მარიამ ლაშხის სარჩელის საფუძველზე. ოცნების დეპუტატი მათ შეურაცხყოფის ბრალდებას უყენებს ანტირუსული საპროტესტო შეძახილების გამო. ლიზი ვეკუა გვერდება პირდაპირ ეთერში. ლიზი, დაიწყო თუ არა უკვე მსვლელობა სამედიცინო უნივერსიტეტიდან ილიას უნივერსიტეტისკენ? ახსოვო ჯერჯერობით მსვლელობა არ დაწყებულა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან ამ წუთებში იკრიბებიან მოქალაქეები, კადრში დაგანახებთ სტუდენტები, რომლებიც სოლიდარობას უცხადებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გაფიცვას და ისინიც ამის შესაბამისად შეიკრიბნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან და მსვლელობით გადაინაცვლებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან, საიდანაც ჩავლენ პარლამენტთან. მსვლელობამდე გავესაუბრები აქ შეკრებულ სტუდენტებს, მოგესალმებით პირდაპირ ეთერში ვმუშაობთ. გკითხავთ სტუდენტების პროტესტზე, იმიტომ რომ ხედავთ ხოლმე რომ ქართული ოცნება ყველანაირი მხრიდან ცდილობს რომ სტუდენტების პროტესტის ხმა ჩაახშოს. ნახეთ ახლა 3 სტუდენტის დაკავება ბოლო 1 კვირის განმავლობაში და რეალურად ეს მიზეზები შეიძლება დასჯილიყო ჩვეულებრივ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სხვა სახით. აი მაგალითად გამოეკენებინათ ჯარი. აი რა ცდილობს სამით ქართული ოცნება, თქვენ რა ვთქვით, ეშინიათ თუ არა მას სტუდენტების თუ რატომ მიმართავს ხოლმე ამგვარ ფორმებს მათ გასაჩუმებლად? არაფერი ისე არ შეამოვნებს რეჟიმს, როგორც მდუმარე სტუდენტობა, როცა იგივე პროტესტი ჩამრჩალია და დღევანდელი უბრალოდ არის სოლიდარობის აქცია. რეალურად ემპათიით და სოლიდარობით სავსე სტუდენტები ახლა ქუჩები უნდა იყოს სავსე, მაგრამ ეს ასე არ არის. და მხარს უჭერენ ამ მხრივ პირდაპირ თუ ირიბად ხელი ეწყობა რუსულ რეჟიმს. ის მცირეოდენი სტუდენტობა, რომელიც ჯერ კიდევ აპროტესტებს მიუხედავად ტერორისა, მიუხედავად პატიმრობისა, მიუხედავად იმისა, რომ გიორგი მინდაძე, რომელსაც ექიმობა არ დააცადეს, ან გიორგი ახობაძე, ირაკლი თერაშვილი, რომელსაც თავად ექიმობა არაცადა რეჟიმმა, ახლა გადავედა უკვე ახალ მასშტაბებზე, სრულიად არაფრის გამო, კრიტიკის გამო სტუდენტები გაუშვეს ციხეში. ამით რეჟიმი პირდაპირ გვეუბნება, რომ თუ კი გვექნება მათ მიმართ ანტიპათია, გამოვთქვამთ სამართლიან კრიტიკას და მარტივად რომ ვთქვათ არ დავემონებით, პირდაპირ გვემუქრება ციხე. ამაზე ერთადერთი პასუხი შეიძლება იყოს სტუდენტების ისევ გაერთიანება, როგორმე ძალების მოკრება. სხვა მხრივ ჩვენ გველოდება უარესი, ვიდრე რეალობა ახალ დღეს მივიდეთ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ერთ-ერთ სტუდენტს უსმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში გავესაუბრები სხვა სტუდენტებსაც. გკითხავთ პროტესტზე, ნახეთ 12-დღიანი პატიმრობა ლიკა ლორთქიფანიძესა და თათია აფრიამაშვილის მიმართ, გოგონების მიმართაც, ნუ აქამდე გვინახავს მსგავსი სასჯელები, მაგრამ პირველადი შემთხვევა იყო, როდესაც გოგონებს მიუსაჯეს ასეთი სასჯელი. აი რა ცდილობს ამით ქართული ოცნება, თქვენ რას ფიქრობთ, რატომ გადაწყვიტეთ რომ მიგემართათ პროტესტის ამ ფორმისთვის დღეს? კი ბატონო, ჩვენ ესე ვფიქრობთ, რომ ეს ახალგაზრდები სტუდენტები, რომლებიც დააკავეს, ამით ქართული ოცნებამ ეს გვაჩვენებს, რომ უკვე ახალგაზრდებს სქესისგან ურჩევლად ვრცელდება რეპრესიები, რაზეც ვფიქრობთ, რომ პროტესტი აუცილებლად უნდა გამოხდათ ახალგაზრდებმა, რადგან ეს ადამიანები არიან ჩვენი თანატოლები, ზოგი ჩვენზე უმცროსი და არა მარტო მიმდინარე დღეებში განვითარებული მოვლენები, ასევე ვიცით, რომ ციხეში სხედან გისოსებს მიღმა წყლობით ჩვენზე ახალგაზრდა ადამიანები, რომლებიც ნაცვლად იმისა, რომ განათლებას უთმობდნენ დროს სამწუხაროდ უწევთ რომ ახალგაზრდა წლები გაატარონ ესე ციხეში და შესაბამისად დღეს ჩვენ გვინდა პროტესტი გამოხატოთ ამ ფორმით, შევუერთდეთ ილია უნის გაფიცულ სტუდენტებს და ერთხმად სოლიდარობა გამოუცხადოთ ყველა პოლიტპატიმარს და უსამართლოდ დაკავებულ ადამიანს და აქვე ვიტყვი ცეცხლი ოლიგარქიას და გვინდა რომ ყველაფერი დამთავრდეს მშვიდობიანად, ასე ვთქვათ და მართლა მოვიყოთ ის მშვიდობა, რომელიც ქვეყანას რეალურად სჭირდება. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთი სტუდენტის პოზიციას მოგასმენებთ. გკითხავთ სტუდენტების მორიგ გეგმებთან დაკავშირებით. აი თითქოს პროცესში ყოველდღიურად ხედავთ სტუდენტებს, მაგრამ ახლა თუ მიმართოთ აი რამე განსხვავებულს, მაშინ როდესაც ხედავთ რომ ქართული ოცნება ახალ სასჯელებს იფიქრებს ხოლმე და ყოველდღიურად უფრო და უფრო ებრძვის სტუდენტებს. აი როგორ აპირებთ ბრძოლის გაგრძელებას, გეგმავთ თუ არა უფრო მეტ მარშს და მსგავს წინააღმდეგობებს? დღევანდელი დღეც იმის გამოხატულება არის, რომ ქართული ოცნების გადაწყვეტილებას სტუდენტები არ ვეგუებით რეალურად. სტუდენტთა ის ნაწილი, რომელიც ფიქრობს, რომ ქართული ოცნება მიიტაცა არჩევნები, მიიტაცა ხელისუფლება, მიიტაცა სასამართლო, მიიტაცა ყველა ის დაწესებულება, რომელიც რეალურად საქართველოს ქართულ ხალხს უნდა ეკუთვნოდეს, არის მათ ხელში და მხოლოდ ერთი პიროვნების ბიძინა ივანიშვილის ხელში. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ სტუდენტები ამ ყველაფერს ვემიჩნებით.
გმობთ ამ ყველაფერს და ეს ამდენდღიანი პროტესტი სწორად რომ ამის გამოხატულება რომ ჩვენ რა თქმა უნდა ბოლომდე ვიბრძოლებთ ჩავატარებთ აქციებს, ჩავატარებთ მარშებს და ეს დაშინებები, რეპრესიები მხოლოდ იმის გამოწვევებელია რომ რეალურად რეჟიმ სტალინიშვილია ჩვენი ძალენიშნია სტუდენტების მადლობა ლიზი ვეკუა გვერდებოდა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტიდან